გამარჯობათ, მე მინდა მოგიყვეთ საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც იყო 19 აგვისტოს, ეგრეთ წოდებული GKCHP და ეს ფაქტიურად იყო ჩემი პირველი პოლიტიკური ანალიზი Facebook-ზე. როდესაც მე მქონდა ადრე Facebook-ი და ის გავაუქმე, ამასაც გეტყვით რატო გავაუქმე, ჯერ ვისაუბროთ GKCHP-ზე, ეგრეთ წოდებული. ჩემი აზრით, არავითარი სახელმწიფო გადატრიალება იქ არ ხდებოდა, ეს იყო მოწყობილი გორბაჩოვი ამის საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა და როგორ უნდა ყოფილიყო. შეიძლება ვიღაცები იქ არ იყვნენ საქმის კურსში, მაგრამ ძირითადი მოთამაშეები მათთვის ყველაფერი ის იყო ცნობილი და რატომ მოხდა ეს? ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა იმიტომ, რომ სულ მალე უნდა დაანგრეულიყო საბჭოთა კავშირი და ამით დასავლურმა სპეცსამსახურებმა, ვინც ანგრევდა საბჭოთა კავშირს, თავი დაიზღვია, დაიბევა და მოინდომა გამოევლინა ის ადამიანები, ვინც საბჭოთა კავშირის არსებობას ხელს ჩაეჭიდებოდა, ასე ვთქვათ. და შემდეგ ის ხალხი, ვინც ასე ვთქვათ, თავისი მოქმედებებით ხელი შეუშალა დაუშვათ GKCHP-ს და იყო საბჭოთა კავშირის მომხრე, მე გულისხმობ სამთავრობო სტრუქტურებში და სპეცსამსახურებში. თორემ ხალხს უნდოდა საბჭოთა კავშირის დატოვება, იმიტომ რომ როგორც წესი ხალხი ყველაზე მეტად ზარალდება ასეთი კატაკლიზმების დროს და ხალხმა იცოდა, რომ არაფერი კარგი მათ არ ელოდათ, ამიტომ რეფერენდუმზე ხალხმა გამოხატა სურვილი, რომ საბჭოთა კავშირი ყოფილიყო. მას ასე GKCHP-ს მოწყობით დასავლეთმა შეხედა და გაანალიზა ზოგადი სიტუაცია და ის ხალხი, ვინც ასე ვთქვათ, ხელი გაიღო საბჭოთა კავშირის სასიკეთოდ, ისინი ან თანამდებობიდან წავიდნენ მალე, ან დაიჭირეს, ან მოკლეს, ან გაუშვეს სამსახურებიდან, მოკლედ ჩამოაშორეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და უკვე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დანგრევას უკვე ხელი ვეღარავინ შეუშალა. ეს იყო რეალური მიზეზი ამ ვითომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა.